მე მინდა ვისაუბრო იმაზე, როდესაც თითოეული ჩვენგანი ყოველდღე ვფიქრობთ რა იქნება მომავალში და ეს ხშირად შიშის განცდასთან არის დაკავშირებული. მე ვისურვებდი, რომ შიშის განცდა ჩაანაცვლოს სიფრთხილემ, უფრო ფრთხილად ვუსურვოთ ერთმანეთს ის, რასაც ვუსურვებთ, უფრო ფრთხილად ვიოცნებოთ, ქმედებაშიც და უმოქმედებაშიც უფრო ფრთხილები ვიყოთ. ეს ის ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც მეცნიერება და რელიგიაც ერთზე თანხვდება. რომ როგორ ენერგიასაც გასცემ, ისეთ ენერგიას მიიღებ უკან. მათ ვინც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი ჩადის სულ მცირე უსამართლობას და გონია რომ ეს პატარა წვეთი არაფერ დიდ სურათს არ შეცვლის, მათ ავიწყდებათ, ან უნდათ რომ დაივიწყონ, რომ ყველაზე მეტად ჰარმონიული და დაბალანსებული არის სამყარო და ის თავის ბუნებრივ მდგომარეობას აუცილებლად აღიდგენს. ამიტომაც ჩვენი ბედნიერი მომავლისთვის ვისურვებდით თითოეული ადამიანის გულში უფრო მეტ სიკეთეს და ადამიანების სიყვარულს.